მოგესალმებით ძვირფასებო ჩემო ძმებო. მე რაც მინდა დღეს თქვა არის პატარა კერა დიდი ტრაგედია დატრიალდა ჩემს სოფელში და ამის შესახებ მინდა გითხრათ. თქვენ თუ გახსოვთ წლების წინ პასტორმა შეადგინა მონანიების ლოცვა არის ესეთი ღმერთის სიტყვაზე დაყრდნობილი არის. ერთი ფურცელი არის ორი გვერდი. და მახსოვს რომ თქვა ესეთი რაღაცა რომ მომაკვდავ ადამიანებამდე მივიდეს ეს მონანიების ლოცვა ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და ამის მერე ეს ახლა ტელეფონები გვაქვს დღეს თითქმის ყველას და ეს ორივე გადავწერე ჩემი ხელით და ორივე გვერდს გადავიღე სურათი და მაქვს ტელეფონში ყოველთვის. 3 ადამიანამდე მივახციე ამით, ორს რეანიმაციაში მივაწვდინე, ერთს მე თვითონ შეუტანე, ერთს ვაიბერით გაუგზავნე, ერთს ვიცი რომ წაუკითხეს. და მითხრეს რომ უკითხავდითო ცრემლები წამოუვიდაო. ერთმა ადამიანმა ეს დედაჩემის ნათესავი იყო, რო გაუგზავნე, კეთილი სიტყვებით მოიხსენია ეს მონანიების ლოცვა. არ ვიცი რამდენად მიიღო, მაგრამ მივახწევინე ამ სიტყვას. ამ მონანიების ლოცვა 3 ადამიანამდე. ერთი რეანიმაციაში შევედი, ჩემი ყოფილი თანამშრომელი იყო, დაუტოვე ეს ფურცელი და მაშინ პასტორებთან ვიკრიბებოდით ხოლმე სახლში ერთხელ მოსულიც იყო ეს ადამიანი ჩვენთან. ხო და რო შევედი რეანიმაციაში თქვა, მე რო თქვენთან გამეგრძელებინაო სიარული, ალბათ ეხლა აქ არ მოხვდებოდიო, ასე თქვა. და ეს მონანიების ლოცვის ფურცელი ჩადო უჯრაში და არ ვიცი მე წამოვედი, ალბათ წაიკითხა, არ ვიცი მე. და ყოველთვის მაქვს ხოლმე გულში რომ გავიგებ რომ ვიღაცა ძალიან მძიმედ არის, ვცდილობ რამენაირად ამ მონანიების ლოცვა მიაღწიოს ამ ადამიანამდე და ჩემი ერთი თანასოფლელი 53 წლის მამაკაცი, ახალგაზრდა მამაკაცია, ბავშვობაში ძალიან დიდი ბიჭი მეგონა ის და სკოლაში რო დავდიოდი, მის გზაზე დავდიოდი, თბილად ვესალმებოდით ერთმანეთს და ვიღაცა არ იყო ეს პიროვნება ჩემთვის, ახლობელი თანასოფლელი, მეზობელი, კარგი ადამიანი იყო და წინა კვირას მე არ ვიყავი მსახურებაზე და ჩემს ყოფილ ნათლიას ჩემი ყოფილი ნათლიის ბიძაშვილი არის, იყო ეს პიროვნება. და ეხლა ჩემს ყოფილ ნათლიას ხშირად ხედავ ხოლმე და ვესალმებით და ვლაპარაკობთ და ასე შემდეგ და ვკითხე სოსო როგორ არის მეთქი და სოსო მძიმედ არისო. ერთი 3 კვირა უკვე საწოლშიაო, ვერ დგებაო, საკვებსაც ვეღარ იღებსო, ერთადერთი რასაც ითხოვსო ეს არის ალკოჰოლი. დამალევინეთ, ძირთადად ამით იყო შეპყრობილი ეს პიროვნება, აი სრულიად მოცული იყო ამ რაღაცით. ხო და ეხლა 3 კვირა რო ადამიანს აჭმევს ვერ ჭამს და ასე იგი უკვე ელოდებოდნენ რეალურად მის სიკვდილს, გარდაცვალებას ელოდებოდნენ. ხო და ეხლა მე მივცდილობ უკვე ვიცი რომ და ამ სიტყვა მიაღწიოს ამ პიროვნებამდე და ჩემს ყოფილ ნათლიას დათო ქვია, დათოს ვიტყვი, დათოს უთხარი რომ საღამოს მეთქი, მე საქმეები მქონდა ბევრი და საღამოს მეთქი რომ მორჩები შენ საქმებს, ის ბიჭიც მუშაობს, დამირეკე მეთქი, საქმე მაქვს შენთან. ხო და ისე ჩაიარა დღემ რომ მეც დავამთავრე მუშაობა იმანაც არ დამირეკა. მე ორშაბათს გამოვიქეცი, სოფელში წამოვედი. აღარც მე აღარ დაურეკე და გამოვიქეცი თბილისში ორშაბათს და სამშაბათს დილით ისევ დავბრუნდი უკან, საქმე მქონდა თბილისში და ისევ გავიქეცი სოფელში და გულში მე დოის რომ ამ ჩასვლაზე მაინც ნახავ ამ დათოს, გადავცემ ამ ფურცლებს, ვეტყვი რომ მივიდეს, უთხრას ან წაუკითხოს და რო ჩავიარე იმ შესახვევთან, იმ კარებთან, სადაც ესოსო ცხოვრობდა, ხალხის ჩოჩქოლი შევამჩნიე და მივხვდი რომ დავაგვიანე. ძალიან ისე, ანუ ჩვენ არ ვიცით ვინ როდის გარდაიცვლება. ახლა მე კი მქონდა თავში რომ შემდეგ ჩასვლაზე გავაკეთებდი ამას, მაგრამ შემდეგი ჩასვლა აღმოჩნდა გვიანე. მე ეს დათო დავიჯინე მანქანაში და უსაყვედურე ძალიან რა, უსაყვედურო კელა ფაქტობრივად ვეჩხუბებოდი, მაგრამ დათოს რომ ვეჩხუბებოდი, რეალურად ჩემ თავს ვეჩხუბებოდი, იმიტომ რომ დათომ არაფერი არ იცოდა, მე უნდა დამერეკა კიდევ იმ საღამოს, მე ხანდახან ცოტა თავხედობაც გვჭირდება ხოლმე რაღაც სიტუაციებში, გამბედაობის თავხედობაა ხოლმე საჭირო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მე სოსოსთან დავაგვიანე, ვერ მიაღწია ამ სიტყვამ, რაღაც დამნაშავეთ ვიგრძენი თავი, ცუდად ვიგრძენი თავი.
და ის მინდა გითხრათ, ამიტომ ვლაპარაკობ დღეს ამდენს, რომ როდესაც ვიღაცა გარდაცვალების პირას არის, ძალიან დიდი ძალისხმევა გვჭირდება თითოეულ ჩვენთაგანს, რომ რამენაირად ამ სიტყვა მიაღწიოს ამ პიროვნებამდე. მიიღებს თუ არ მიიღებს, არ ვიცით, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. უნდა ვიძალავოთ, რომ რაღაცნაირად მივიდეს ეს სიტყვა ამ პიროვნებამდე და რომ გარდაიცვალა ახლა პანაშვიძე თითქმის ყოველდღე ვიყავი და იქ ალბათ ყველაზე მეტად მათ შორის ჩემი გულის ტკივილი იყო ყველაზე დიდი, იმიტომ რომ ყველა მეზობელს მეზობლურად ტკივა გული, დედა, დები და გასაგები არის, ახლა როგორია ახალგაზრდა ძმა გარდაეცვალათ. მაგრამ ისე ვიჯექი რაღაც დაღუნებულად დამნაშავეთ ვიყავი ერთი ორჯერ კიდე დათოს უსაყვედურე მე თქვი ჩვენი ბრალია ისე წავიდა ვერ მოახერხეთ ის და ამ დათოს არ უთქვა სხვათა შორის არაფერი ისე მერე წაუკითხე ეს მონანიების ლოცვა ამ დათოს ამაში მეთქი ხედავ მეთქი ისეც რამეს რაც რანაირი ქრისტიანები ხართ მე უთხარი სამი კვირაა კაცის სიკვდილს ელოდებით არაფერი მოიმოქმედეთ ახლა რო გარდაიცვალა ახლა დარბი ხართ 1000 რაღაცაზე მე უთხარი ერთადერთი რაც შეიძლებოდა ეს სიტყვა შეიძლება და მისულიყო მეთქი და გითხარი დამირეკე საქმე მაქვს და გაატარე ისე ძალიან ისე გული მეტკინა ძვირფასებო ძალიან გული დამწყდა არ ვიცი გადამივლის ალბათ ეს გულის ტკივილი ალბათ მაგრამ დავაგვიანე მოკლედ დავაგვიანე და დათოს ბრალი დედან არ იყო რამდენად ჩემი ბრალი იყო ამიტომ მოგიწოდებთ რომ უფრო ყურადღებიანები ვიყოთ ესე დროს მომაკვდავი როცა ადამიანი უფრო გამბედავები ვიყოთ და რომც გამოვეგდე იმ ოთახიდან უნდა მივსულიყავი ვიღაცას რომ გამოვეგდე იმ ოთახიდან მაინც უნდა მივსულიყავი და მეთქვა ძალიან წუხვარ უფალმა გვაკურთხოს მოგვცეს გამბედაობა ის გამბედაობა რაც იესოს ჰქონდა დედამიწაზე ყოფნის დროს თითოეულ ჩვენთაგან სჭირდება რომ უთხრა პირდაპირ ყველანაირი შელამაზების გარეშე შელამაზების დრო არც ყოფილა და არც არის არასდროს უნდა ილაპარაკო პირდაპირ რაც არის იმიტომ რომ ხალხი გაბრიყვებული არის აბსოლუტურად არაფერი არ იციან და შენ როცა რაღაცა იცი მეტი პასუხისმგებლობა გააქვს მოგცეს ღმერთმა ეს გამბედაობა ძვირფასებო მადლობა